ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს გარკვეულ ეტაპზე შეხვდეს ვენესუელის დროებით პრეზიდენტ დელსი როდრიგესს. გასულ კვირას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ვენესუელის ლიდერებმა განაცხადეს, რომ განიხილავენ ურთიერთობის აღდგენის საკითხს. ვენესუელის მთავრობა გეგმავს დელეგაციის გაგზავნას ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ქვეყნის ნებისმიერი დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ფინანსთა სამინისტრომ დროებით უნდა გააუქმოს სანქციები. ქვეყნის ნებისმიერი დელეგაციის ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ფინანსთა სამინისტრომ დროებით უნდა გააუქმოს სანქციები. კუბის მთავრობასთან თანამშრომლობთ. ძალიან მალე შევიტყობთ ინფორმაციას. ერთ-ერთი საკითხის, რომლის მოგვარებაც გვინდა, ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კუბიდან გააძევეს ან იძულებით დატოვეს ქვეყანა. ისინი დღეს შეერთებული შტატების შესანიშნავი მოქალაქეები არიან. უკვე ჩამოაყალიბეთ ღაზის მშვიდობის საბჭო? რა ეტაპზეა ეს პროცესი? კი, მშვიდობის საბჭო ყალიბდება. მასში შევლენ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნების ლიდერები. ჩვენ შევარჩევთ შესაბამის ქვეყნებსა და ლიდერებს. სწორედ ისინი იქნებიან მშვიდობის საბჭოში. ნავთობკომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ტრამპი მათ დამშვიდება შეეცადა. მისი თქმით, ისინი პირდაპირ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ითანამშრომლებენ და არა ვენესუელის მთავრობასთან. ღაზაში პალესტინელი ტექნოკრატების ხელმძღვანელობით შექმნილი კომიტეტი აიღებს ტერიტორიის მართვაზე პასუხისმგებლობას, როგორც ეს ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით შემუშავებული სამშვიდობო გეგმით არის გათვალისწინებული, თუმცა ჯგუფს არ დაუკონკრეტებია, როდის განხორციელდება ისრულება.